ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სტანიკიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრებს და ევროკომისიისა და ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, მათი მიზანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ივანიშვილსა და მის გარემოცვას შეუჩერდეს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ქონდა შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის საგარეო უწყებაში, როგორც ევროპარლამენტში, მაშინ როდესაც ივანიშვილმა მილიონობით საქართველოს მოქალაქე დააყენა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ჩვენ მუშაობთ ბრიუსელში, როგორც ევროკავშირი წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე, ანუ ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, ფინანსურ ელიტაზე, მოძალადეებზე, მოსამართლეებზე, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არ დასანქცირდეს ქართველი ხალხი. ვაგრძელებ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ევროპის დედაქალაქებში. დღეს ვართ ბრიუსელში, სადაც ქონდა პრინციპული საუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროპარლამენტის წევრებთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც აქტიურად საუბრობთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ უნდა შეეხოს ჩვენს 4 მილიონ თანამოქალაქეს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ეს სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნობრივ ჯგუფებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ანგრევენ საქართველოს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს არღვევენ ყოველდღიურად ივანიშვილის დავალებით. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხებოდა პოლიტპატიმრების საკითხს, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.